5 ივლისს დაიწყო და 15 ივლისს დასრულდა თეატრალური დღეები ოზურგეთსა და ჩოხატაურში, რომელიც უკვე 10 წელია იმართება. ნოდარ დუმბაძის თეატრალური ფესტივალის დახურვამდე მაყურებელმა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრისა და ოზურგეთის დრამატული თეატრის კორპროდუქცია იხილა. წარმოდგენილი იყო ებრაელი დრამატურგის ანათ გოვის პიესა ოღმერთო, რომელიც რეჟისორმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა კონკურს გარშ გამოიტანა. წარმოდგენა ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობაზე, უიმედობაზე, რწმენის აუცილებლობასა და მის საჭიროებაზე მოგვითხრობს. ღმერთისა და ფსიქოლოგის დიალოგი, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში მიმდინარეობს, საინტერესო და დამაფიქრებელია. მოგვიანებით კი ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე თეატრალური ფესტივალის დასკვნითი ნაწილი გაიმართა. მაყურებელმა ღონისძიების დაწყებამდე პატივი მიაგო თბილისში უბედური შემთხვევის დროს დაღუპული 2 ადამიანის ხსოვნას. ფესტივალის ჟიურის მიერ, რომელიც ქართველი და უცხოელი წევრებისგან შედგებოდა, გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული თეატრები, რეჟისორები, მხატვრები, მუსიკოსები, სცენოგრაფები და რა თქმა უნდა მსახიობები. 2025 წლის ნოდარ დუმბაძის თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული და გრან-პრის მფლობელი ზუგდიდის თეატრი გურამ კაშიას მიერ დადგმული სპექტაკლით სამანიშვილის დედინაცვალი გახდა. მათ ჯილდოსთან ერთად ფესტივალის სპონსორებისგან ფულადი პრემია 10,000 ლარი გადაეცათ. ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით, რადგანაც დღეს ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალზე და მე მინდა ეს ფესტივალი მივილოცო კიდევ ერთხელ ქართულ თეატრს, ოზურგეთის თეატრს და ყველა მის შექმნაში მონაწილეობა მიიღო. ჩვენ წარვადგინეთ ზუგდიდის თეატრის სპექტაკლი სამანიშვილის დედინაცვალი დავით კლდიაშვილის პროზის მიხედვით, რომლის ინსცენირებაც ალექსანდრე ქოქრაშვილს ეკუთვნის და ავიღეთ დღეს გრან-პრი. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო შემოქმედებით გუნდს, რომელმაც ამ სპექტაკლის შექმნაში წვლილი შეიტანა. ეს დღეები ემოციის გარეშე არ გადის, რა თქმა უნდა და ეს ემოციები არის ძალიან ღრმა, ძალიან ბედნიერი და რა გითხრათ, ამ ყველაფერს ახლავს ის სიხარული, რომ ქართული მწერლობა ბრუნდება ქართულ სცენაზე და არა მარტო ქართულზე. ის რომ ოზურგეთის თეატრალურ ფესტივალზე, რომელსაც ნოდარ დუმბაძის სახელი აქვს, ჩამოდიან თეატრები და მათ ქართველი მწერლის ნაწარმოებები ჩამოაქვთ დადგმული. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის, ქართული თეატრის პოპულარიზაციისთვის, მწერლობის პოპულარიზაციისთვის და რაც მეტი ქვეყანა ვილაპარაკებთ კულტურის ენაზე, მშვიდობაც და გურია მშვიდობის გარეშე როგორ. ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ, ძალიან დღეს ამ სცენაზე ვაჟა-ფშაველამ გაიმარჯვა კიდევ ერთხელ. დღეს ნოდარ დუმბაძემ გაიმარჯვა, კლდიაშვილმა გაიმარჯვა. ეს ძალიან დიდი გამარჯვება, ეს არის ფესტივალის გამარჯვება და ეს არის ქართული ლიტერატურის გამარჯვება. ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფებოდი ასეთ მშვენიერ ქალაქში და მქონდა პატივი მიმეღო მონაწილეობა ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალში როგორც ჟიურის წევრს. ჩემთვის ეს იყო არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ძალიან ღირებული გამოცდილება. ამ დღეებმა კიდევ უფრო დამაახლოვა ქართულ კულტურასთან. გავიგე ბევრი მნიშვნელოვანი რამ დუმბაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. შევხვდე განსაკუთრებულ მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ვიგზენი მაყურებლიდან წამოსული სითბო. ფესტივალის მიზანი პატივი მიაგოს დიდი მწერლის მემკვიდრეობას და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ ლიტერატურას მართლაც შთამაგონებელია. მადლობა ბატონ ვასო ჩიგოგიძეს, ლაშა ჩხარტიშვილს, ყველა ადამიანს, ვინც ორგანიზება გაუკეთა ფესტივალს, ასევე კულტურის სამინისტროს ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. მადლობა სპონსორებს, რომლებიც ხელს უწყობენ ასეთი ღირებული პროექტების არსებობას. მე კი იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ შევხვდებით. ბედნიერი ვარ, აქტონებული ვარ. მადლობა ჟიურის, რომელმაც ესეთი ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. მადლობა ყველას, კულტურის სამინისტროს, მუნიციპალიტეტებს, გუბერნიას, ყველა ადამიანს, ვინც მხარში მედგა, სპონსორებს. დიდი მადლობა მათ,
მომავალ შეხვედრამდე, მომავალ ფესტივალებამდე.